მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები. სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. დღეს საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც შეკრება მანიფესტაციის წესებს კიდევ უფრო ამკაცრებს და ამჯერად ხალხის სავალ ადგილზე შეკრებასაც სხუდავს. ახალი კანონპროექტის მიხედვით ტროტუარზე პროტესტის გამოხატვის გამოც შეიძლება შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეები დააკავოს. თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ აქციის შესახებ გაფრთხილებული არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტრო შეუძლია აქციის მონაწილეებს უთხრას, რომ სხვა დროს გამართონ ან არ გამართონ აქცია. კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს. მმართველი გუნდი ამბობს, რომ მიზანი შეკრების თავისუფლებასა და მართლწესრიგს შორის ბალანსის დაცვაა. ცვლილებებს აკრიტიკებენ ოპოზიციაში. თუ ბევრი ხალხი იქნება შეუძლიათ რომ გადმოვიდნენ როგორც სავალ ნაწილზე, ისე ტროტუარზეც, ანუ ხალხის გადაადგილების ადგილასაც დაიკავონ ადგილი, ხოლო თუ არასაკმარისი რაოდენობის იქნებიან, მაშინ ეს უფლება მათ არ აქვთ. ჩვენმა ცვლილებებმა მოახდინა პრევენცია და რამდენიმე ათეული ადამიანი ვეღარ ძალადობს გზების გადაკეტვის გზით 1.5 მილიონზე მეტ თბილისის მოსახლეზე, ეხლა უკვე იგივე იქნება მათ შორის ადამიანების გადასაადგილება ადგილზე. თუ ეს კანონი მიღებული იქნება. რა თქმა უნდა, ეს იქნება მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ხელშია ძალაუფლება. ქართული ხასიათი არასოდეს არ გულისხმობდა იმას, რომ ვის ხელშიც არის ძალა, ის არის მართალი. ეს რუსულია. ძალა გაქვს და ჭკუა არ გჭირდება. ქართული ნიშნავს იმას, რომ ვისაც აქვს ძალაუფლება და ძალა, ის ატარებს მეტ პასუხისგებლობას და ამ კანონის მიღებით, რომელსაც მიიღებთ, იმიტომ რომ გაქვთ ძალა. ჩვენ დავადგებით გზას, რასაც ქვია დიქტატურის დამყარება. და მოვა დრო, თქვენი სახელი და გვარიც გაქრება. კარგ შემთხვევაში, სხვა შემთხვევაში თქვენ იქნებით ამასთან ასოცირებული. ყველანაირად ადამიანის უფლებების დაცვის ბალანსის უზრუნველყოფას და საბოლოო ჯამში თუ მათ შორის თქვენ გარედან მიღებული დავალებით თუ კიდევ ერთხელ მონახავთ რაიმე კანონში ისეთ გამოსავალს, რითაც დაარღვევთ და პირები რამდენიმე ათეული ადამიანი დაარღვევს 1.5 მილიონზე მეტი ადამიანის უფლებას, პირობას გაძლევთ, რომ პირადად მე თვითონ ვიქნები ერთ-ერთი ინიციატორი, რომ ის ხვრელიც, რომელიც კანონში იპოვეთ, ამოვსებული იყოს და ბალანსი იყოს უზრუნველყოფილი. საქართველოს პარლამენტმა 77 ხმით სამის წინააღმდეგ მიიღო უმაღლესი განათლების შესახებ კანონში და მისგან გამომდინარე კანონპროექტში ცვლილებები, რომელიც უმაღლესი განათლების რეფორმას შეეხება. აღნიშნული განათლების რეფორმის მიხედვით უმაღლესი განათლების სისტემაში დაფინანსების ახალი მოდელი დაინერგება. გაუქმდება საგრანტო დაფინანსება. ცვლილებების თანახმად საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. კერძო უნივერსიტეტებში ჩაბარების შემთხვევაში სტუდენტზე გრანტი აღარ გაიცემა. ამასთან საუნივერსიტეტო სისტემაში დაინერგება 3+1+1 სისტემა, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი მაგისტრატურას. საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად თვითონ განსაზღვრავს სასწავლო წლის განმავლობაში რამდენ სტუდენტს მიიღებენ სახელმწიფო უნივერსიტეტებში. 4+2 მოდელი იცვლება 3+1+1 მოდელით, რომლის შემთხვევაში 3 წელი იქნება განსაზღვრული ბაკალავრიატისთვის, ხოლო 1 წელი იქნება განსაზღვრული მაგისტრატურისთვის, დამატებით 1 წელი იქნება საშუალება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ სურვილი, სტუდენტებს გულისხმობთ, ისწავლონ დოქტორანტურის მესამე საგანმანათლებლო საფეხურზე. მეორე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება გახლავთ ის, რომ სწავლება სრულად გახდა უფასო როგორც პირველ, ასევე მეორე საფეხურზე, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის დონეზე. აქ იგულისხმება სახელმწიფო უნივერსიტეტები, მთავრობას ენიჭება დელეგირება, დისკრეციული უფლება თავად განსაზღვროს სახელმწიფო უნივერსიტეტებში რა მიმართულებით უნდა მოხდეს გადანაწილება სასწავლო პროგრამების, ასევე მოხდება სტუდენტების კვოტირება, რომელიც დაეფუძნება ძირითადად საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს, ბაზრის მოთხოვნებს. დავსვით ძალიან ბევრი შეკითხვები, თუმცა ჩვენთვის პასუხები ამ შეკითხვებზე არ იყო საკმარისი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია განათლების რეფორმა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ესეთი მნიშვნელოვანია და საჭიროა, ეფუძნებოდეს თანმიმდევრულობას, ეფუძნებოდეს კვლევებს, წინააღმდეგობაში მოდის გარკვეულ საერთაშორისო ჩარჩოებთან და შექმნის
მომავალში ამ მიმართულებით ბევრ გამოწვევას ჩვენი ქვეყნისთვის არ შეიძლება განათლების რეფორმის განხორციელება, კანონ პროექტის ცვლილება, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის უმაღლეს განათლების საფუძვლებს, ორ დღეში ხდებოდეს. იმ 7 ძირითად გამოწვევას პასუხობს რეფორმა, რომელიც პირველ რიგში შეეხება ხარისხს. ჩვენ ყოველთვის ხვდებით, რომ ხარისხის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები იყო საჭირო და ეს იქნება ერთის მხრივ როგორც სახელმძღვანელოების განვითარება, ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროფესორების კვალიფიკაციის ამაღლება იქნება და სახელფასო მიმართულებით იქნება ისეთი დაფასება, რომ პროფესორს შეეძლოს სწავლასთან ერთად, სწავლებასთან ერთად კონდეს სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა და უნივერსიტეტის განვითარებაზე იყოს კონცენტრირებული. ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმები, რომლის ჯამური მოცულობა 1 მილიარდი ლარია. ამის შესახებ ირაკლი კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმები, რომლის ჯამური მოცულობა 1 მილიარდი ლარია. რაც შეეხება დათქმას, იმისათვის რომ კომპანიებს არ გაუჩნდეთ საქმიანობის უპასუხისმგებლოდ გაგრძელების თუნება და არ დააგროვონ ახალი ჯარიმები, არამედ სერიოზულად მოიგიდონ სექტორის გადატვირთვის სახელმწიფო ინიციატივას, მათ განახლებული ვადების დარღვევის შემთხვევაში სრულად დაეკისრება ახლად დაგროვილი პირგასამტეხლოს და ჯარიმის გადახდის ვალდებულება და ამასთან ერთად აღუდგება ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებით ნაბადეები ჯარიმებიც. კონკრეტული დათქმით დავალენებების პატიება ემსახურება ერთდროულად ორ მიზანს. ერთი მხრივ კომპანიებს უნდა მოეხსნათ ფინანსური ბარიერი ენერგეტიკული პროექტების განხორციელების პროცესში და მეორე მხრივ კომპანიებს უნდა დარჩეთ მაქსიმალური мотиваცია დაგეგმილი პროექტების სათანადო ვადებში განსახორციელებლად. დავალენებების პატიება უნდა გახდეს ახალი ორხრივ თანამშრომლობაზე დაფუძნებული, თუმცა ამასთანავე პასუხისმგებლობით გაჯერებული პროცესის დასაწყისი. ეს ნიშნავს ახალ შეთანხმებებს, ახალ გრაფიკს და ახალ გონივრულ ურთიერთვალდებულებებს სახელმწიფოსა და კომპანიებს შორის. ჩვენ მკაცრად მიუდგებით ახალ შეუსრულებელ ვალდებულებებს ან ახალ დავალენებებს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე. ჩვენი ახალი მიდგომით ვიწყებთ ისეთი ენერგეტიკული პოლიტიკის დანერგვას, რომელიც მისაღები იქნება ენერგეტიკის სფეროში ჩართული კომპანიებისთვის და რომლიდანაც მაქსიმალურ სარგებლობას მიიღებს ქვეყანა. ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება ახალ სტიმულს მისცემს ენერგეტიკის სისტემის განვითარებას, რასაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის გამტკიცებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ერთი თავისუფალი დღე არაფორმალური განათლების მხარდაჭერი ღონისძიება გაიმართა გუშინ ოზურგეთის ნომერ 2 საჯარო სკოლაში, რომლის მიზანი მოსწავლეთა ინტერესებზე ორიენტირებული აქტივობების ხელშეწყობა და სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობის გაზრდა იყო. დისკუსია ვუსმეთ მოსწავლეებს, ინტელექტუალური თამაში, რასად როდის, ვიქტორინა, ვინ უკეთ იცის ისტორია, მათემატიკა, სწრაფი აზროვნება, შეჯიბრი ჭადრაკში, ყველა ამ აქტივობაში, რომელიც გუშინ ნომერ 2 საჯარო სკოლაში თავისუფალი დღის სახელით გაიმართა, მასწავლებლებთან ერთად მშობლებიც იყვნენ ჩართულები. ასევე ვნახეთ ინტეგრირებული გაკვეთილი სპორტსა და მუსიკაში, ქართული ფეხბურთი 100 წლისაა, რომელიც საპრეზენტაციო ნაწილის შემდეგ ერთობლივი მინი საფეხბურთო მატჩში დაგვირგვინდა. იყო შემოქმედებითი ტური მოსწავლეთა და მასწავლებელთა ნამუშევრების გამოფენით, რომელიც სკოლის ფოიეში იყო განთავსებული. დღის ბოლოს კი შემაჯამებელი ღონისძიება სიმღერით, ლექსით, ცეკვით და რაც მთავარია, არაორდინალურობით, გემოვნებით, სიმსუბუქით, მსმენელამდე სწორად მიტანილი სათქმელით გამოირჩეოდა, რომელიც ნომერ 2 საჯარო სკოლას ჩვევია. თავისუფალ დღეს სკოლაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, ნომერ 2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული პაატა კუნჭულია, რესურს ცენტრის ხელმძღვანელთან, ლალი სიჭინავასთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ესწრებოდნენ, რომლებმაც ბავშვებს, მშობლებს და პედაგოგებს სკოლის საჭირო და აუცილებელი რეაბილიტაციის პირობა მისცეს. ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია რომ ვიმყოფები ოზურგეთის 2 საშუალო სკოლაში და კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ეს არის ადგილი, სადაც ჩემი ბავშვობის ულამაზესი წლები გავატარე. ნახე და შევხვდი რამოდენიმე ჩემს მასწავლებელს, რომლებიც ნამდვილად მილამაზებდნენ ბავშვობის იმ პერიოდს და განსაკუთრებით მოვეფერე და მიულოცე მათ დღევანდელი დღე და
გავიხსენის პერიოდი, რა პერიოდიც მე მათთან ერთად გავატარე. და მინდა ვთქვა ის, რომ ნამდვილად ამაღელვებელი და ემოციური დღე არის ჩემთვის და წუთები იყო. მთავარი პრობლემა, რომელიც არის ეს სკოლაში, არის ის, რომ საჭიროებს აუცილებლად რეაბილიტაციას და ეს არის ის პირობა, რომ აუცილებლად განვახორციელებთ იმ აუცილებელ ღონისძიებებს, რაც არის საჭირო და ჩვენს მეორე საშუალო სკოლას ჩაუტარდეს რეაბილიტაცია. დღეს ჩვენ ვიხილეთ მეორე საჯარო სკოლაში არაჩვეულებრივი ღონისძიება, ეს იყო არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, თავისუფალი გაკვეთილები, რომლებიც პირდაპირ გამომდინარეობს ჩვენი ეროვნული მიზნებიდან და თითეული მოსწავლის მზაობა იმისთვის, რომ ის იყოს პატრიოტი მოქალაქე, ის იყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი და ამიტომ ის ამუნარებს იძენებს სწორედ ამ არაფორმალური განათლების საშუალებით და დღეს აქ რაც ვიხილეთ დილიდან გამომდინარე, რომ ეს არის ჩვეული მომენტი ამ საჯარო სკოლისთვის, თუმცა დღეს ეს ერთიანობაში იყო მოყვანილი. მე ვისურვებდი, რომ ისეთ გაგრძელდეს ეს პროცესები ყველა სხვა საჯარო სკოლაშიც. უბრალოდ ეს არის მთავარი სატკივარი ამ სკოლის არის ის, რომ არის სკოლა სარემონტო არის, რომელიც ეს პრობლემაც დასვეს დღეს აქ და იმედს ვიქონიებ, რომ ეს პრობლემა გადაეჭრება. ეს არის ყველაზე მრავალრიცხოვანი სკოლა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში და შესაბამისად ის გარემო მოტივაციისთვის ამ მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებს ყველა სჭირდება და იმედი მაქვს, რომ ეს დადებითად გადაწყდება. დღეს ძალიან განსხვავებული და განსაკუთრებული დღეა ჩვენ სკოლაში. თავისუფალი დღე. აი ამ დევიზით მიმდინარეობს დილიდან სასწავლო პროცესი ყველა კლასში. მასწავლებლებმა ეცადეს ძალიან საინტერესო შინაარსიანი და შემეცნებითი გაკვეთილები ეჩვენებინათ მოსწავლეებისთვის. გაკვეთილების შემდეგ დაგეგმილი ჰქონდა აქტივობები სხვადასხვა მიმართულებით, მათემატიკური, ისტორიული, ინტელექტუალური, სპორტული, ჭადრაკი, გამოფენა შემოქმედებითი და ასე შემდეგ. ეხლა ინდივიდუალურად ყველაფერს ცალ-ცალკე აღარ ჩამოვთვლი, მაგრამ ამით არ დასრულებულა ჩვენი დღე, დასრულდა შემოქმედებითი, შემეცნებითი ღონისძიებით, რომელსაც ესწრებოდა ჩვენი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსების ხელმძღვანელი, მშობლები, მოწვეული სტუმრები, რომელმაც ძალიან საინტერესო და შინაარსიანად ჩაიარა და ეს დღე დარწმუნებულია, რომ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროცესი შედგა კიდევ ერთი მეორე საჯარო სკოლის ისტორიაში. დღეს გვქონდა სკოლაში გაკვეთილი, რომელიც ეძღვნებოდა ქართული ფეხბურთის ისტორიას. ოზურგეთის მერცხალის 100 წლის იუბილეს, გაკვეთილი ბავშვებმა წარმოადგნენ პრეზენტაციები და შემდეგ ჰქონდა პრაქტიკული ნაწილი, სადაც მშობლები და ბავშვებმა ერთად ითამაშეს ფეხბურთი. ძალიან კარგი აქტივობა იყო და იმედი მაქვს, რომ მომავალში ესეთი აქტივობები ჩვენ სკოლაში კიდევ გაგრძელდება. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაუხადოთ მობრძანებისთვის ყველას, მშობლებს, ჩვენი მუნიციპალიტეტის მთავარ ადგილობრივებს და ყველას, რომ მობრძანენ და მასწავლებლებსაც იმისთვის, რომ ესეთი აქტივობები გაგვაკეთებინეს და ესეთი ღონისძიება ჩაგვატარებინეს და ჩემი აზრით ყველას ძალიან მოეწონა და მეც ძალიან გახარებული ვარ და აღფრთოვანებული ვარ ჩვენი ჩატარებული აქტივობებით. პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1997 წელს დაბადებული ვუცუ დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რეალიზაციის მიზნით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი თბილისში 25 ადგილზე განათავსა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 260 კვარტა მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უპრეცედენტო რაოდენობის 926 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, რომელთა ღირებულება ეგრეთ წოდებულ შავ ბაზარზე 19 მილიონ ლარს აღემატება. საექსპერტო კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალურ თანამედროვე სტანდარტების მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. არსებული კანონმდებლობის შესაბამისად
ნარკოტიკების განადგურების პროცესში, რომელიც გარემოს დაცვითი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა მუდმივი მოქმედი კომისიის წევრ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდნენ გენერალური პროკურატურისა და შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. ეს გახდა ჩემ ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად გრძანდებოდეთ.